გორში დედაშვილთან დაჯახების მომენტში ავტომობილს დაკავებული კაცის არასრულწლოვანი შვილი მართავდა. ამ ინფორმაციას დაღუპულის ოჯახის წევრი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირმა ამბარდნიშვილი ამბობს, რომ რეზო ელიზბარაშვილმა დანაშაული საკუთარ თავზე აიღო. მისივე ცნობით, მანქანას, რომელიც მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა უკან მოზარდის დედის ავტომობილით, ოჯახის სხვა წევრები მისდევდნენ, რადგან საჭესთან ბავშვი იჯდა. მამის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს მარნეულში ამ დრომდე ეძებენ. 20 წლის ახალგაზრდამ 52 წლის მამას დაზიანებებით ცივი იარაღით მიაყენა და ადგილიდან მიიმალა. ანგარიშწორებას წინ ურთიერთშელაპარაკება უწყო და მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს. საქართველოსა და უკრაინის ოკუპაციის აღიარების გაუქმება ევროკავშირის მთავარი გზავნილია სირიის ახალი ხელისუფლებისთვის. ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბრიუსელი მათ ასადის რეჟიმის გადაწყვეტილების გაუქმებისკენ მოუწოდებს. სხვა პუნქტებთან ერთად სწორედ ამ პირობითაა ბრიუსელი მზად სირიის ახალ პარლამენტთან ითანამშრომლოს. 91 წლის ასაკში მსახიობი ბრენდა ფრიკერი გარდაიცვალა. მსახიობმა განსაკუთრებული პოპულარობა ფილმიდან მარტო სახლში 2 მოიპოვა, სადაც ეგრეთ წოდებული მტრედებიანი ქალის როლს თამაშობდა.